ყოფილი პროფილური აკადემიური გიმნაზიის დირექტორის რაულ ჯიბუტის 80 წლის იუბილე აღნიშნეს დღეს ბათუმში საღამოზე კურსდამთავრებულებმა და პედაგოგებმა დირექტორი გაიხსენეს. 1991 წელს გიმნაზიის დაარსების იდეა ჯიბუტს ეკუთვნის, მის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა, რომელიც სასწავლებელში გატარდა. გიმნაზიის კურსდამთავრებულებს შორის არიან საზოგადოების ცნობილი სახეები, რეგიონის ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელოვანები და ექიმები. მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ვარ გიმნაზიელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხავ თითოეულ პედაგოგს იმ შრომისთვის და ღვაწლისთვის, რაც მათ გაიღეს ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ სკოლა, ისინი სწავლასთან ერთად ცდილობდნენ, რომ ჩვენ პიროვნებები ყოფილიყავით პირველ რიგში და ქედს ვიხრი მათ წინაშე. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ დღეს და მინდა თითოეულ მათგანს მოვეფერო. საზოგადოება აღნიშნავს ბატონი რაულის უკვდავების დღეს. ის საიუბილეო საღამოს, სადაც თავმოყრილია დიდი თუ პატარა ბათუმის ფართო საზოგადოება, რომელიც ეზიარა იმ დიდი გიმნაზიის ადათ-წესებს, სწავლა-განათლებას, სანიმუშო დისციპლინას, რომელსაც საფუძველი ბატონმა რაულიმ ჩაუყარა. იყო დიდი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დღეს ბევრი წარმატებული საზოგადოების წევრი იყო ჩვენი კურსდამთავრებული. 90-იან წლებში ამ ადამიანმა შეძლო ის, რომ გაეტალებინა რიგი რეფორმები სკოლაში, ჩაეტალებინა რაღაც რეფორმები და ამ რეფორმებმა თვალსაჩინო შედეგი აჩვენა.